3-2-1 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. დღეს ძალიან უშუალო დღე მაქვს. მართალი გითხრათ, თავს ძალიან უსაუბრავთ მოგ. ერთი ხრივ ძალიან კარგ და ძალიან ხალისიანს ხასიათზე ვარ, მეორე ხრივ კი ძალიან მეშინია. საქმე ის არის, რომ დღეს ნამდვილ პირობ აიმაზე მივდივარ. ბიჭი მოდის ჩემთან. ჩვენ არ მეგობრობთ, მაგრამ ბიჭი ჩემთან მოდის. არც კი ვიცი როგორ ახსნა, მალე ყველაფერს ნახავთ, წავიდეთ. პირველ რიგში ამ ყველაფერთვის უნდა მოემზადოთ. მართალი გითხრათ, ძალიან აღელვებული ვარ. მთელი სახლი უნდა გავასუფთავო. არ მინდა იფიქროს, რომ ბინძური ვარ, თუმცა არ ვიცი მისი ოთახი როგორ გამოიყურება. შეიძლება ის მოუზისტრაგებელი იყოს. მართალი გითხრათ, ძალიან დავიღალეთ, აი ამაზე წასვლას კი აღარ მინდა. ბევრი დუ არ რჩება. აქ ყველაფერი არეულია. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. უნდა გამოიყურებოდა შეუდარებად. არაფერიც რომ გამომივიდეს, არ მინდა ცუდად გამოიყურებოდე. განსაცვიფრებელი უნდა ვიყო. წარმოიდგინეთ, რომ ის მიდის სკოლაში და ეუბნება თავის მეგობარს, რომ კარგად არ გამოიყურებოდი. იცი, ფიქრობ, რომ ვინმეს რომ ეთქვა ცუდად გამოიყურებოდი, მე მას აუცილებლად მოვყავდი. ახლა კი ტუტურიალი თუ როგორ გავაკეთებ მაკიაჟს. ჯერ ვისვამ ტონალურს, შემდეგ ვიღებ წარბის გელს და ვიწევ წარბებს. ტუჩებიც გავიკეთე, სულ ესაა. ის უკვე აქ არის? რატომ მოვიდა ასე ადრე? გამარჯობა. რას აკეთებთ აქ? მოიცადე, რატომ ხართ აქ? არაფერი, უბრალოდ გერსტუმრეთ, სახლში არაფერი საქმე არ გქონდა. რატომ ხარ ასეთი სტუმარს მოყვარე? უბრალოდ დღეს სხვა გეგმები მქონდა. მოიცადე ერთი წუთი, რა გეგმები? ჩვენ რატომ არ ვიცით? გამოწყობილი ხარ და მაკიაჟი გიკეთია. შენი ინფორმაციისთვის ლატა გოგოები ყოველთვის საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდნენ. რა სახის დაფცირებაა ეს? შენ ამბობ, რომ ცუდად გამოვიყურები? გაჩერდით, სად მიდიხართ? ნიკო, დღეს ძალიან უცნაურად იქცევი. მეგობრეს მისალაბის ნაცვლად შენ აწყენია. უბრალოდ არ მომწონს, როცა ხალხი გაუგთხილებად მოდის. რა? ჩვენ ყველაზე ახლო მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობთ. ფეინსიც რომ ყველას უნდა ქონდეს გარკვეული კონფიდენციალურობა თავის ცხოვრებაში. სხვის ცხოვრებაში ასე არ უნდა ჩაერიო. ნიკო, შენ ახლა ძალიან უცნაურად იქცევი. და ჩვენ გვწყინს, რა გაწუხებს? თხოვ წადით, ყველაფრის ახსნა არ შემიძლია. ნიკო, რა პრობლემაა? რატომ გვაგდებ? რამე ხომ არ მოხდა? ზუსტად მაგას ვამბობ, არაფერი არ მოხდება აქ თუ დარჩებით. ჩაიჭირთ და წადით, ნახვამდის. ნიკო. და კარები გაიხურეთ. ეს რა იყო? არ ვიცი, ნიკოლი რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა, ის ძალიან უხეში იყო. ჩემი მუცელი მეუბნება, რომ რაღაც ხდება. მაგრამ ის ამ სიტუაციაში მარტო არ უნდა მოქმედებდეს. რას გზნობ? ჩემი კუჭი, ეს ყველაზე მგზნობიარე და გაწვრთნილი ორგანოა. ხედავ. მოდი გავისეირნოთ, ფიქრობ, ჩვენ გავარკვევთ რა ხდება სინამდვილეში აქ. ახლა რა ვქნათ? იქეთ გავისეირნოთ. მოდი წავიდეთ. შენ არ შეგიმსნევია როგორი ბედნიერია ნიკოლი დღეს. თითქოს პაემანზე მიდის. არა, რანაირად. კარგი რა, ალბათ რაღაც ხუმრობაა. ძალიან მეწყინა არა და ნიკოლთან ერთად ნამდვილად შენიერ დღეს გავატარებდი. ნახე, ვინ მოდის ყვავილები. ეს ის ბიჭი არ არის, რომელიც ნიკოლთან ერთად იყო, როცა მას გავყევი? შეხედე, ის არის. ის სულასა ჩაცმული დადის. რაღაც ხდება, მოდი უბრალოდ გავყეთ მას. ნახოთ სად მიდის. ზლატა არის მომენტები, როცა იდეალურ იდეებს იგონებ. ყოველთვის ვიგონებ. სად მიდის? ჯერ არ ვიცი, მაგრამ ნიკოლის სახლისკენ მიდის. შეხედე, ის სახლს ეძებს. ნიკოლის სახლს ეძებს? ანუ მის სახლში მიდის? მე გითხარი, რომ სიტუაცია არც ისე მარტივი იყო, როგორც შენ შეყარებულები არიან. ვიცოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ანუ ნიკოლმა ჩვენ ამ ბიჭში გაგცვალა? კარგი, ლოგიკურად დავფიქრეთ. რატომ გაგვაგდო ამ ბიჭთან შესაძლებლად? არ ვიცი, იქნების ჩვენზე უფრო საინტერესოა. ზლატა, კიდევ ერთხელ დაფიქრდი.
კარგი. პაემანი აქვს. ხო, მართალია. ჰეი, ნიკოლ. გამარჯობა, მადლობა, მაგარია, მიხარია შენი ნახვა. ყვავილები ამას ვზენია, მეზიზღება ისინი, მაგრამ შეხედე რა საყვარელია ეს. მადლობელი ვარ რომ მოიგე. რა ვქნათ? წამო, ჩემს ოთახში ავიდეთ. იქნებ ერთად შევასრულოთ საშინაო დავალება. კარგი რა, მართლა ამას ვზენია რომ ნიკოლმა საშინაო დავალების შესრულება შეუმთავაზა. მეზარება სწავლა, მაგრამ ნახეთ რა საყვარელია. მოდი, წავიდეთ. ო, წავიდეთ. ოხ, შეხედე ისეთი აღელვებულია რომ კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. უბრალოდ დავწმუნდეთ რომ ისინი არ დაგვინახავენ. აქედან მათ კარგად ხედავ. დაიმალე. ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ვითარდება. არ გონია რომ ისთვის პაერნები ჯერ ძალიან ადრეა? შენ თვითონ თქვი რომ სიყვარული ყველა ასაკისაა. ისინი უბრალოდ დასხდებიან და ისაუბრებენ მასწავლებლებზე და ითამაშებენ ბოგდან, მე თამაშებს. ვერ გცნობ, ერთ წუთს მთელი ძალით იცავ მას, მეორე წუთს კი აღარ. შეხედე რა საყვარელები არიან. მეგობრებო, რას ფიქრობთ, რა ასაკში შეიძლება პაემნებზე წასვლა? ფიქრობ 16 წამდე არ შეიძლება, მაგრამ მეგობრული პაემანი შეიძლება. და თქვენ დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი. ნებისმიერ შემთხვევაში მოусმინოთ ჩაუდებს, ისინი ცუდს არ გირჩევენ. და მე კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავი გავიგე. რა გაიგე? YouTube-ის საიდუმლო ოფისიდან დამირეკეს ფაქტია, რომ ახლა ჯადოსნური წლის დასაწყისია. ნამდვილი სიყვარულის წელიწადია და ამაზე ამერიკაშიც კი საუბრობენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ წელს შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს. მეც მინდა. და ამისთვის თქვენ უნდა გამოიწეროთ თქვენი ყველაზე საყვარელი არხები და ჩვენი. და კომენტარებში დაწერეთ სიტყვა სიყვარული და შემდეგ ერთ წელიწადში თქვენ შეხვდებით ნამდვილ სიყვარულს. ეს არც ისე დამაჯერებლად ჟღერს. შენ არაფერი გესმის, გამოწერა და კომენტარის გაკეთება აღვიძებს საიდუმლო ატმოსფეროს და ის იწყებს მუშაობას. მაგარია, მეც ვთვი მერე. და შენც სადე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაწერეთ კომენტარი, ნახოთ მუშაობს თუ არა. ეს ყველაფერი აუცილებლად იმუშავებს. კარგი, ბოგდან, მე მოქსიდია, გამომყევი. რა მოიფიქრე? ნიკოლმა დღეს ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა. შეეძლო ყველაფერი გულახდილად ერთქვა, მაგრამ შეურაცხყოფა და რაღაცეების გამოგონება დაიწყო. ეთახმები, მაგრამ რის გაკეთებას მე ვთავაზობ? გთავაზობ, რომ მათ პატარა გაკვეთილი ვასწავლოთ. ვერ მიგიხდი. ოდი ისინი გავპრენკოთ და მათი პაემანი ცოტათი უფრო სახალისო გავხედოთ, მაგრამ ჯერ სახლში უნდა შევიპაროთ. ჩემი მუცელი მეუბნება, რომ ეს კარგად არ დამთავრდება, მაგრამ როგორც კი ის რაღაცას იწყებს, აღარაფერი შეაჩერებს მას. მანჯარა ღია? რას ვთავაზო? ნახავ. მიდი. გავიგე, გავაკეთებ, ძლიერი ვარ. დაიხიე უკან, გეუბნები, უკან დაიხიე. ცოტა დახმარება მჭირდება. ეს არის სამუშაოს ნახევარი. ახლა რა? ახლა ბელური და მხიარული ფრენკების დროა. მოდი დავიწყოთ. დანი, რომერია შენი საყვარელი საჭმელი? დედა ჩემი კარგ სენდვიჩს აკეთებს, მე მომწონს ისინი. დავნაზრდა რომ დედა შენზე უკეთესი სენდვიჩების გაკეთება შემიძლია. ეს შეუძლებელია. თუ მე გავაკეთებ, შენ ჩემს საშინაო დავალებას 2 კვირის განმავლობაში დაწერ. კარგი. სამზარეულოში რაღაცა სამზადებენ. კარგი სუნია, პაემაზე წასვლა მომინდა. კარგი ბოგდან, შენ პირდაპირ არ ფიქრობ. ჩვენი პირველი ფრენკის დროა. რა იდეა გაქვს? მოდი ეს ბიჭი გამოვცადოთ, ცოტა მაგია მჭირდება. და კიდევ ეს დინამიკი. სულ ესა დანარჩენს ჩემი ფანტაზია გააკეთებს. კარგი. მიდი დამალე დინამიკი დივნის ქვეშ. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ უსაფრთხო მანძილზე. ვრთავთ მოჩვენებების ხმას. მონსტრი ხარ. ჩუმად იყავი. ხო, ეს უფრო გემრიელია ვიდრე დედა ჩემის. რა თქმა უნდა არის. არა და არ მიჯერებდი. გაიგონე? რა? ძალიან უცნაური ხმა ისმის. წადი და ნახე რა არის. მე რატომ? შენ ჩემი შეყვალებული ხარ, ერთად წავიდეთ. ვინმე არის აქ? ნიკო, ჩვენს გარდა ვინმე არის სახლში? არა, სახლში არავინაა, დედა ჯერ არ დაბრუნებულა. ეს ძალიან უცნაურია, შეიძლება უბრალოდ გვეჩვენება. კარგი, იქნებ ოთახში ავიდეთ. ხო, ეს შესანიშნავი იდეაა, მოდი წავიდეთ. ისინი წავიდნენ. კარგი, ვიცი, მოდი ნიკოლის კარის ქვეშ დავდოთ. უკეთესი იდეა მომივიდა. ეს რა არის? რა მოიფიქრე? სახლში ყველა შუქი გამორთე? ჩუმად. დატრა. რა არის ეს? არ ვიცი, მაგრამ რაღაც ძალიან უსაური ხდება, სანაცვლოს აღარ არის. შენ სახლში მოჩვენებები არიან? კიკის დამაეკლის გარდა არა. ნახოთ რა არის იქ.
კარგი, მაგრამ მე შენს უკან ვარ. ნუ გეშინია შენს გვერდით ნამდვილი ძლიერი მამაკაცია. მიდი გზა გააგრძელე. ჩუმა. შუქი უკვე კარგია, თუ რამეა ჩვენ მათ შევამჩნევთ. ისინი მოჩვენებები არიან, უხილავები არიან, როგორ დავინახავთ? მათგან გაქცევა მაინც გაგვიმარტივდება. ჩქარა წავიდეთ. არავინ არის აქ. კარგი, მეორე სართულზე არავინ არის. მოდი შევამოწოთ პირველი სართულის, წადი ძლიერო კაცო. კარგი, ნუ გეშინია, ალბათ უბრალოდ ელექტროენერგიის პრობლემა იყო. იმედი მაქვს. არ ინერვიულო ამაზე. წამო YouTube-ს უყუროთ, გავიგე რომ A4-მა ახალი ვიდეო დადო. არც ეს სულად მოიქცა, არ შეშინებია. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვნახოთ როგორ მოიქცევა იგი შემდეგში. გაიგონე? კიდევ გესმის რამე? და შეუგზელდება. Show must go on. კარგი და მეორეც. ეგეც დაჭიმე. გაიგონე? წავიდეთ, ნახოთ. თხილად, რა მეითქინე? არა, კარგად ვარ. შეხედე, აქ ვიღაცა მაშპარად გაიარა. ხო, ჩვენ აშკარად არ ვართ აქ მარტო. კარგი, მოდი დავბრუნდეთ და ყველაფერი ჩავკეტოთ. მოდი წავიდეთ. შეხედე, ფანჯარა ღია. წავიდეთ, დავხუროთ. ფიქრობ ყველაფერი დავხურეთ. კი, ყველაფერი. ბოლო აკორდის დრო მოვიდა. რა უნდა ვქნათ? ასე ჩაიცვიეს და აი ეს. კარგი. გესმის ეს? ხო. გაჩერდი, დამელოდე. ბოგდან, შენ ხარ? ხო, მე და ზლატა. გონია ეგ სასაცილოა? შენ საქმროს გული წაუვიდა. ამიტომ არ მინდოდა არაფრის თქმა. თვის აფუჭებთ ყველაფერს, ის ჩემი საქმრო არ არის. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. დიახ, ჩვენ პაიმაზე ვართ, მაგრამ ეს ბავშვური და მეგობრულია. მე ძალიან ახალგაზრდა ვარ დასრული ურთიერთობისთვის, მაგრამ მესმი მაქვს ზნობები. ნიკო, ჩვენ არ გვინდოდა ბოდიში. ბოდიში, ხო? საერთოდ რატომ გააკეთეთ ეს? შენ ჩვენ ძალიან გვაწყემიე. ამ შვადღისას შენ ცუდად მოგვიქეცი, ბევრი საწყენი რამ თქვი და ბიჭი გავცვალე. შეგეძლო უბრალოდ სიმართლე გეთქვა. ბეთანხმებით ცოტა ზედბედი მომივიდა, მაგრამ მინდოდა რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ნიკო, ძალიან წუხვართ. მე წუხვარ, თავიდანვე უნდა მეთქვა. რას ვაპირებთ ახლა ამაზე? ხათაშორის მას სახელი აქვს, მისი სახელია დამილი, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიყვანთ მას გონს. ვინ არის ეს? არა ეს დედა. რისი გეშინია? ის შეიძლება დანილს დაეხმაროს. მან არაფერი იცის ამის შესახებ, არ მინდა რომ გაიგოს, დამეხმარეთ მის დამალვაში. დამეხმარეთ რომ დავმალო. კარგი, მოდი. კარგი, სამზარეულოშია, ავიდეთ ზემოთ. შეხედე, ახლა ის აქ შემოდის, სწრაფად ჩავიდეთ ქვემოთ. სად ვარ? რა მჭირს აქ რა ხდება? ეს სიყვარულის ტრედია. მტრედო, გითხარი რომ მტრედი ყოველთვის ნორმალურია. ბოგდან. მოგვიანებით გნახავ, სახლში მისვლისას მოგწერ. რა თქმა უნდა, მე მართლა არაფერი არ მახსოვს რაც მოხდა. არ უნდა გახსოვდეს, უბრალოდ მეცადინეობის დროს ჩაგეძინა.
ო, მათემატიკა ძალიან მოსაწყენია. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის, ხო, ძალიან მოსაწყენია. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის აღზე ხართ. მანდ მოგვეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და დავიწყეთ და ლაიქება. ჩვენ წავედით. ვუჰუ!